9 მაისს კიევმა მოსკოვს სამოქმედო დღის წესრიგი დაუმტკიცა. პუტინი იქნებოდა 150 წლის, როცა ამ ტემპით რუსები მიაღწევდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვარს. ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო რუსეთის ადგილას უკვე დიდი ხანია უარს იტყოდა აი ამ ომის წარმოებაზე, აი ამ ხელა მსხვერპლის გამო. აქედანო გავიდეთ საბურთალოზე, დაახლოებით ამ ხელა მანძილით მოძრაობს რუსეთი წლის განმავლობაში. რუსეთმა წააგო სირიაში, რუსეთი აგებს აფრიკაში. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიიღოს პუტინმა, ეს არის რომ მინიმუმ ცეცხლი შეწყვეტოს. რატო გადაწყვეტეს ახლა კონტაქტების გააქტიურება როგორც უკრაინელებმა, ასევე კობახიძე ბოჭორიშვილმა. რახან უკრაინული მხარის ინიციატივა არის, ჩემი აზრით მათ რაღაცა კონკრეტული თემა აინტერესებს. უკრაინა არის ზუსტად ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გარკვეული პირობები წაუყენოს ისეთ ტიპის ხელისუფლებას, როგორც საქართველოს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ რაღაცა აგრესიული რიტორიკა მინიმუმ შეარბილონ მაინც. უკრაინამ დაიწყო რუსეთის ჩანაცვლება რეგიონში. უკრაინის ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები და ცივილიზებული სამყაროს ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს. ყველას გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ ზელენსკის ხოცებს. თუ ვინმესთან დალაგება უნდათ, პირველ რიგში უნდა შეცვალოს საკუთარი ქცევა. კლოუნიდან ბატონი ზელენსკი გახდა. და ამაში მწარეცდებიან და მწარე წაიტეხავენ ცხვირს. გამარჯობა მეგობრებო, ეთერშია გადაცემა პოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე. მისმინე, გამოგვყევით YouTube-ზე და სოციალურ ქსელებში. დღეს ვისაუბრებთ უკრაინაზე, ფრონტის ხაზის მდგომარეობაზე, ამასთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების დაახლოების მცდელობებზე, იმიტომ რომ უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა ბოჭორიშვილსა და სიბიხას შორის და კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გაიმართოს მოლდოვაში და რას უნდა უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი, ამაზე და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ლევან ყურაშვილი, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი და ბატონი აკია ბარბაკაძე, თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი. გამარჯობათ მეგობრებო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. პირველად მინდა დავიწყო უკრაინით, ზუსტად დღეს ვეცნობდი რაღაც საინტერესო სტატიებს უკრაინის შესახებ. ერთი რაც იყო, რომ Financial Times სტატია იყო, რომ უკრაინა მოახერხა ფრონტზე რაღაც ინიციატივის დაბრუნება. მე თლად ოპტიმიზმს შეიძლება ვერ გავიზიარებდი, ზაფხულის შეტევა უნდა დაიწყოს იდეაში მაისი-ივნისში რუსებისთან, რუსეთში შეიძლება ნაწილობრივი მობილიზაციაც გამოცხადდეს, მაგრამ ერთი უნდა ითქვას, პირადად ჩემი დაკვირვებით 2025 წლის სადღაც ნოემბრიდან მოყოლებული უკრაინა ახერხებს თვისობრივ, ხარისხობრივ და ამავდროულად რაოდენობრივი გარდატეხის მიღწევას, ეგრეთ წოდებულ დრონების ომში, ხო? უკრაინელებმა უკვე მოახერხეს, რომ ლოგისტიკური ხაზების გაკონტროლება, მათ შორის როსტოვი და ტაგანროგიდან მიმავალი ლოგისტიკური ხაზების და ასევე ყიევიდან რაც მიდის. უკრაინული დრონები რაღაც უკვე 160 კილომეტრის სიღრმეში მიფრინავენ, არ ვსაუბრობ შორს მოქმედ დრონებზე, რომლებიც საერთოდ შუა რუსეთში არტყამენ უკვე. პირველ რიგში რას ფიქრობთ ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე და რა მოლოდინები გაქვთ რა? ყველათან ხდება, რომ თუ ზაფხულის კამპანია უნდა დაიწყოს რუსეთმა, უნდა დაიწყოს დაახლოებით მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში რა. ბატონო აკია, თქვენგან დავიწყოთ მაინც. მადლობა. იცით ფრონტის ხაზი არის დასტაბილიზირებული. რაღაცა გარდამტეხი უპირატესობა არც ერთ მხარეს არ აქვს. ძირითადად თანამედროვე აი ეს ხასიათი აი ამ ბრძოლების, რომელიც იქ მიდის, არის ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე აი ამ დრონების და იმის და აი ამ სარაკეტო артиლერიის მთლიანად შეცვლილი არის წარმოდგენა, რასაც მაგალითად ასწავლიდნენ 2000-იანების წლების აკადემიებში, ხო? აქ მთლიანად შეიცვალა სიღრმე შენაერთების მოქმედების და აი ამ დრონებმა ფაქტობრივად მოწყვლადი გახადა ოპერატიული სივრცე მთლიანად სიღრმეს ვიძახი და გაუსაძლისი პირობები შეუქმნა ჯავშანსატანკო შენაერთებს, როგორც ასეც
იმიტომ რომ 21-30 კილომეტრის სიღრმეში, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად კონტროლდება ყველანაირი გადაადგილება. ეს იქნება ჯავშანტექნიკის, ეს იქნება ფეხოსნების, თუ სახმელეთო შენაერთებზე ვიძახე ეს მთლიანად. ანუ რეალურად ამან გამოიწვია ის, რომ აი ამ გამაგრებული ხაზების, ასე იგი, აკოფების ტრანშეების სისტემის გარშემო, რაც არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს გავს ერთდროულად როგორც პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მოქმედებებს ეს ომი, ესევე არის თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიები, როგორიც არის მაგალითად დრონები და როგორიც არის არაკეტო артиლერია. აი ეს ორი ელემენტის აი ამ მოძრაობის შედეგად ფაქტობრივად აღარ არის ისეთ სიტუაცია, რომ მოულოდნელი სიტუაცია შეუქმნას მოწინააღმდეგეს, იმიტომ რომ ორთავე მხარე ფაქტობრივად ხედავს ერთმანეთს როგორც იტყვიან გამჭვირვალედ და ესე იგი მოულოდნელობების ეფექტი ესე იგი თითქმის აი ამ წინახაზზე აღარ არსებობს, ხო? გარდა იმ ერთისა, რასაც ახერხებს ესე იგი რუსეთი, რომ სახორცე შტურმებს აწყობს გარკვეულ მონაკვეთებზე, ის ცდილობს, რომ ეს არის ხან ლუგანსკის, ხან დონეცკის მიმართულებაზე, ხან კუპიანსკის მიმართულებაზე, ზაპოროჟიეზე, ხანსად ის ცდილობს, რომ შექმნას ესე იგი მასა, უპირატესობა ერთ წერტილში და მე აწყობს აი ამ გარღვევის ცდელობას, რომელიც მთავრდება ფაქტობრივად კატასტროფით რუსული მხარისათვის ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო რუსეთის ადგილას უკვე დიდი ხანია უარს იტყოდა აი ამ ომის წარმოებაზე, აი ამ ხელმსხვერპლის გამო. საერთო ჯამში თუ დავაკვირდებით, რუსების წინსვლა არის, ესე იგი 15 მეტრიდან 70 მეტრამდე. მეტი ტემპით, ესე იგი წინ ისინი ვერ მიდიან და ამას ახერხებენ უდიდესი დანაკარგების ხარჯზე. ანუ თითოეულ იმაზე რა ქვია, კვადრატულ აი ამ მეტრებზე დაახლოებით ისინი კარგავენ ბატალიონიდან ბრიგადის შენაერთის დონის ესე იგი შენაერთებს რა. და ხედავთ ჩვენ რომ რეალურად ეხლა მიდის თვეში 35000 მსხვერპლი სტაბილურად აქვს რუსეთს აი ამ იმაში რა ქვია, ესეთი ტიპის ბრძოლების წარმოებაში, ხო? უკრაინელებმა ძალიან სწორად დაიჭირეს მომენტი, ეხლა რაზეა ლაპარაკი, როდესაც არის ლაპარაკი, რომ უკრაინამ უკვე ინიციატივა ჩაიგდო ხელში, რის ხაზზე ჩაიგდო ინიციატივა ხელში, აი ესეთ პირობებში. პირველი, ტექნოლოგიური თვალსაზრისით უკრაინელები არიან წინ წასულები, იმიტომ რომ მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, აქამდე ესეთი რამე არ მომხდარა, რომ ბატალიონის ხელა შენაერთი ფაქტობრივად ტყვე დაიყვანეს უკრაინელებმა მხოლოდ დრონების მეშვეობით. ანუ რეალურად ცოცხალი ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია ამ ოპერაციაში, ტყვე დაყვანეს, ბატალიონი ტყვე დაიყვანეს სახმელეთო, ესე იგი, რობოტების და საავიაციო დრონების მეშვეობით. ესეთი რამე პირველად დაფიქსირდა, არ იყო ესეთი შემთხვევა სამხედრო იმაში ბრძოლების ისტორიაში და ეს მოხდა. ანუ რეალურად უკრაინა არის ერთ-ერთი პირველი, ვინც პირველად დაინახა დრონების შესაძლებლობების განვითარება და მათ შექმნეს როგორც სახეობა ფაქტიურად როდვოისკა, ანუ გვარეობა ისა რა ქვია, შექმნეს და გაერთიანეს. ხო, გაერთიანეს ეს და იქ აქვს როგორც საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დრონების, ასე ვთქვათ, წარმოებაზე ისინი არიან გასულები და რაც მთავარია, მათ გამოიყენეს აი სკა დრონების, ასე ვთქვათ, აი ამაში დახელონდნენ უკრაინელები, როდესაც ისინი ფაქტობრივად ბევრი დრონების ერთდროული მართვით ისინი აღწევენ როგორც ტაქტიკურ თვალსაზრისით, ისე ოპერატიული თვალსაზრისით გარღვევებს. ისე რომ რუსეთმა რაიმე ოპერატიული ესე იგი წინსვლა ვერ მოახერხა, სტრატეგიულად რუსეთმა დაკარგა ყველა პოზიცია, რისი დაკარგვა შეიძლება და იმიტომ რომ რეალურად მეორე მსოფლიო ომის მერე ფაქტობრივად სამამულო ომის დრო, ანუ პერიოდი დაახარჯა და ვერც ერთი რეგიონალური ქალაქი რუსეთმა ვერ აიღო
ამ იმაში რა ქვია უკრაინაში. ანუ თავიდან შევარდნისას რაღაც უპირატესობა რო აიღო და რაღაცა 20% რაღაც ტერიტორიების რომ მიიტაცა იმის იქით ფაქტიურად 5 წელია ტკეპნის ერთ ადგილს რუსეთი და 15 მეტრით თუ იწევს წინ. აი ეს არის მისი ასე ვთქვათ და ამით ცდილობს ის გაამართლოს აი ამ ხელა მსხვერპლი. ანუ ჯერჯერობით მიდის იქამდე რუსეთი ამართლებს არსებობას ამ ომის დიდი მსხვერპლით, მეტი ვერაფრით. ანუ რეალურად წინ ვერ მიდის. ეხლა რაც შეეხება სტრატეგიას. სტრატეგიულად რუსეთმა დათმო ყველანაირი პოზიცია, იმიტომ რომ ვერც ერთი ომის მიზანი მან ვერ მიაღწია. მან ვერც დენაციფიკაცია უკრაინის, ვერც განიარაღება უკრაინის, ვერც ხელისუფლების ცვლა უკრაინის და ვერც ესე იგი ტერიტორიების მიტაცება უკრაინის მან ვერ შეძლო. დაკარგა სამხედრო ძლიერება, ანუ გაშიშულდა რუსეთი რომ ის არის სუსტი სამხედრო მანქანა, თავმოუბმელი სამხედრო მანქანა, ტლანკი სამხედრო მანქანა, გადაწყვეტილების კრეატიული გადაწყვეტილების არ მქონე სამხედრო მანქანა, რომელიც ფაქტობრივად დღემდე არსებობს მხოლოდ აი დიდი დანახარჯების გარეშე. რეალურად ჩვენ მივედით იქამდე რომ მსოფლიოში მეორე არმია, როგორც ითვლებოდა რუსეთის არმია, ფაქტობრივად 5 წელია ერთი და იგივე ადგილს ტკეპნის და ის ვერ მიდის წინ. ახლა რაც შეეხება შემდეგ იმას რა ქვია, განვითარების თემას, ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ აი ამ სიტუაციაში რაც ხდება, იმიტომ რომ რეალურად ახლა კი რამდენიმე დასახლებული პუნქტი, ესე იგი უკრაინელებმა წელს დაიწყეს უკვე განთავისუფლება. დიახ, უკრაინელები უფრო მოქნილად ახერხებენ უპირატესობის შექმნას სხვადასხვა წერტილებზე, სწრაფად ახდენენ გადასროლებს, ისინი უნადგურებენ ლოგისტიკურ ცენტრებს, უნადგურებენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, უნადგურებენ აეროდრომებს სამხედროს, უნადგურებენ ავიაციას. ისინი ფაქტობრივად მიაღწიეს იმას, რომ ის რაც აქამდე რუსეთისთვის ითვლებოდა ძლიერ მხარეთ, ტერიტორია მაგალითად, ხო, რუსეთის სტრატეგია რა იყო? ნაპოლეონიდან დაწყებული და სხვა ომებიდან დაწყებული, რუსეთი იწყებდა სიღრმისეულ უკან დახევას და მოწინააღმდეგე ვერ ითვისებდა ამ ხელა ტერიტორიას, რომ ის იკარგებოდა, ეს ნაპოლეონი იყო თუ ჰიტლერის ვერმახტის არმია იყო თუ სხვა იყო, ისინი ვერ წვდებოდნენ ამ ხელა ტერიტორიას. უკრაინის მოქნილი სპეცოპერაციების შედეგად ეს მადიარის ოპერაციები, ეს დრონების რო არავერი დავსტობ რობერტ ბროუდიზეა საუბარი, რომელიც მეტსახელი არის მადიარი, უკრაინის უპილოტო ძალების სარდალი. კი ბატონო. მეორე მადიარში რო არ აგვერიოს, რომელიც გვარიცაა. ის სხვა ქვეყანა. ხო. არა, ესეც წარმოშობით უნგრელია. უშგოროდანა თორსტები. გასაგებია. ანუ რეალურად მათ ტერიტორია, რომელიც აქამდე ითვლებოდა პლუსად რუსეთის, იქცა მინუსად. იმიტომ რომ თვითონ რუსეთი თავის ტერიტორიას ვეღარ აკონტროლებს და აი ამ აბლაბუდა სპეცოპერაციის ჩვენებით დავინახეთ ერთი რამე, რომ რუსეთმა დაკარგა ერთ-ერთი ტრიადიდან ბირთული მესამე დაკარგა თავისი საავიაციო შემადგენელი ბირთული მან დაკარგა, ის კარგავს წყალქვეშა გემების რაოდენობას, მან დაკარგა ფლოტი შავ ზღვაზე რუსეთმა, ესე იგი ის კარგავს მოკავშირეებს ფაქტობრივად რუსეთი და ამის ილუსტრირება იყო ეს ბოლო აღლუმი, როგორ საწოდავად გამოიყურებოდა რუსეთი და ხედავთ კიდევ იმას, რომ რუსეთი ვეღარ ახერხებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფეხის აბმას. ანუ რეალურად ჩვენ თუ კომპლექსში შევხედავთ, კომპლექსურად შევხედავთ ამ 5 წელიწადში რითი დაიწყო უკრაინამ და სად მივიდა უკრაინა, დავინახავთ რომ უკრაინამ დაიწყო შიშველი ხელებით და მას აქვს ერთ-ერთი ძლიერი სამრეწველო ესე იგი პოტენციალის მქონე ქვეყანად ჩამოყალიბდა, რომელიც არის წინ წასული და რომელთანაც მზად არის მთელი მსოფლიოს წამყვარი სამრეწველო კომპლექსები, სამხედრო სამრეწველო კომპლექსები მზად არიან ითანამშრომლონ უკრაინასთან, ის მეტსაც ახერხებს ფაქტობრივად სამხედრო ფლოტის, საზღვაო ფლოტის გარეშე მან გაანადგურა, მან შეძლო და შეასრულა ამოცანა, რომ მან განდევნა რუსეთის ესე იგი საზღვაო ფლოტი, ტრადიციულად ერთ-ერთი წარმოდგენილი შავ ზღვაზე ძლიერი ფლოტი გაანადგურა. ანუ ჩვენ ვხედავთ უკრაინის აღმავალს
ესე იგი კოორდინატთა სისტემაზე, ხედავთ იმას, რომ უკრაინა ახერხებს როგორც სამოქალაქო ანუ ესე იგი საბრძოლო რესურსის მობილიზებას, ის ახერხებს პოტენციალის ლოგისტიკის ესე იგი სრულყოფას და გადასროლებში ის წინ არის, ბევრად ეფექტურად ახორციელებს ძალების გადასროლას და კონცენტრირებას, ის ბევრად ესე იგი უფრო მეტი რესურსის მოძიება შეძლო თავისი ევროპელი მოკავშირეების და ამერიკელი მოკავშირეების მეშვეობით და ფაქტობრივად ჩვენ ხედავთ რომ უკრაინა ახერხებს იმას რომ მიუხედავად იმ ყოველდღიური დაბომბვისა არანორმალური მიდგომისა რუსეთის მხრიდან რომელიც ათასობით ესე იგი ასაფეთქებელი ჭურვი და ესე იგი რაკეტა შეხვდება უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს უკრაინა მაინც ახერხებს და ინდუსტრიულად და ეკონომიკურად მაინც ის ესე იგი არის როგორც ხორბლის ერთ-ერთი ესე იგი მიმწოდებელი ის ახერხებს შავ ზღვაზე თავისი ლოგისტიკურების, რა ქვია, ხაზების შენარჩუნებას, ის ახერხებს პარტნიორების შენარჩუნებას და ამის საწინააღმდეგო სიმეტრიულად თუ შევხედავთ, ამის საწინააღმდეგო სურათს ღებულობთ რუსეთზე. რუსეთი კარგავს, ესე იგი, სტრატეგიულ მოკავშირეებს, კარგავს, ესე იგი, თავისი სამხედრო იმას, რა ქვია, სამრეწველო კომპლექსის ბაზარს მთლიანად ის ვეღარ აწარმოებს თავის საკმარ საბრძოლო ტექნიკას ის ჩამორჩენილია საბრძოლო ტექნოლოგიებში ის ვეღარ ახერხებს თანამედროვე ტიპის ტექნოლოგიების შექმნას იმიტომ რომ ყველაფერი არის ელექტრონიკაზე და ესე იგი ჩიპებზე მიკროჩიპებზე თანამედროვე ტექნოლოგიები აწყობილი და ამაში არის ძალიან ჩამორჩენილი რუსეთი ვერ ახერხებს ესე იგი კოალიციის შექმნას რეალურად ღიად კოალიციის შექმნას, როგორც 54 ქვეყნისგან მხარდაჭერილი უკრაინა და სამხედრო, ესე იგი, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე რუსეთი გამოიყურება კიდევ უფრო მოწყვლადად და კიდევ უფრო სუსტად. ანუ რეალურად ყველა რუსული წამოწყება ოპერატიულ და ტაქტიკურ ველზე არის კრახით დამთავრებული და მან ვერ შეძლო და ვერ წაიწია. ვერც ერთი რეგიონალური, ესე იგი, ქალაქი მან ვერ აიღო და ვერც ერთი, ესე იგი, გასასვლელი ასე ვთქვათ, ოპერატიულ სივრცეზე გასასვლელი მან ვერ გააკეთა. და თავარი მან ვერ შექმნა რეზერვი. მან ვერ შექმნა ვერც ოპერატიული და ვერც სტრატეგიული რეზერვი. კი ბატონო, ახლა ლევონთან უნდა გადავიდეთ. ლევან, იზიარებ შენ ამ ოპტიმიზმს, იმიტომ რომ რაც ბატონმა კი ამ ისაუბრა პრინციპში შეიძლება უდნო უფრო ოპტიმისტური ხედვა იყოს ვიდრე ჩემი. პირველი იზიარებ თუ არა ამ ოპტიმიზმს და მეორე კითხვაც შენი აზრით რატო გადაწყვიტეს ახლა კონტაქტების გააქტიურება როგორც უკრაინელებმა, ასევე კობახიძე ბოჭორიშვილმა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყველას გვახსოვს როგორ მოიხსენიებდნენ ზელენსკის, ყველას გვახსოვს ანტიუკრაინული კამპანია გაჩაღებული სოცქსელებში და ასე შემდეგ და ამ დროს კოკაინშიკი და კლოუნი ზელენსკი უეცრად გადაიქცა კომიკოსად და რაღაც ისტორიულ პიროვნებად. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ის კონტექსტი ყველას გვახსოვს და ალბათ არავის დაგვაუწყდება და შენ რა სიტყვა ყოველთვის. ანა მიზურა, მადლობა მოწვევისთვის მიესალმებით თქვენს მაყურებელს. ომი არ არის ოპტიმიზმის და პესიმიზმის ამბავი. ომი არის როგორც ყველაფერი სამყაროში, რიცხვები, პროცენტები. არა, ანუ ლოგისტიკა არ არის. ლოგისტიკას თავი დავანებთ. ანუ უნდა ვისაუბროთ ფაქტებით, რიცხვებით, კონკრეტულად რა ხდება ფრონტზე, ხო? შენ საუბრობდი რომ ზაფხულის კამპანია შეიძლება დაიწყოს რუსეთმა, ხო? სტატისტიკურად, ამ 4 წლის სტატისტიკა რო ავიღოთ, ყველაზე მეტ ტერიტორიას რუსეთი იკავებდა გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულამდე, აი ივნისის თვემდე. წელს პირიქით ყველაზე ცოტა ტერიტორია დაიკავა რუსეთმა ამ პერიოდში. ეს ერთი. რაც შეეხება მობილიზაციის გამოცხადებას. მობილიზაციის გამოცხადება ეს ხო რაღაცა ტექნიკური პრობლემა კი არა აქვს რუსეთს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ან პოლიტიკური გადაწყვეტილება პუტინმა უნდა მიიღოს, რომ მან მობილიზაცია გამოაცხადოს. თორემ ტექნიკურად ამის გაკეთება შეეძლოთ 3 წლის წინაც, 2 წლის წინაც, წელსაც შეუძლიათ, თან ამის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ყველაფერი არის მზად. უბრალოდ რაც უფრო მეტი დრო გადის, ზოგადად ეგრე არის. მით უფრო რთულია
დამატებით ადამიანების ომში წაყვანა. ეს მარტო რუსეთის პრობლემა კი არ არის. ზოგადი პრობლემა არის ასეთ, ხო? იმიტომ რომ ომი ვისაც უნდოდა, ყველა ფრონტზეა ისედაც. ანუ დამატებით ადამიანების მოზიდვა, შენ თუ 5 მილიონით და 4 მილიონით და 3 მილიონით ვერ მოიზიდე ადამიანი. ხო, ახლა ხომ მაგითი ავსებდნენ საკუთარი არმიის რიგებს ფულით, ხო, რეალურად ის ჩვეულებრივ დაქირავებული მებრძოლები ყავთ, რომლებიც სადღაც გლუბინკაში ცხოვრობენ და ცხოვრებაში 15000 რუბლზე ან 20000 რუბლზე მეტი ხელფასი არ უნახიათ და პირველი კონტრაქტი სადღაც 20-40000 დოლარი იყო პირველი ზოგჯერ. ხო, სადღაც ზოგს რეგიონის მიხედვით ზოგს უხდიან 2 მილიონს, ზოგს უხდიან 4 მილიონს და გარდა ამისა 200000 რუბლიერიცხებათ ყოველთვიურად მინიმუმ, ხო, ხელფასის სახით. როცა შენ ამითიც ვეღარ აინტერესებ უკვე ხალხს, ხო, ფაქტია რომ უпроსორად ამ რეკრუტირების ტემპები მცირდება და უკვე გადაასწრო დაღუპულების ან დაჭრილების რიცხვმა, რაც აქვს ფრონტზე. შესაბამისად, მით უმეტეს რთულია შენ ადამიანები ძალით გამოიყვანო და ჩვენ გვახსოვს ხო 2022 წელს, როცა პირველად გამოაცხადა ეგრეთ წოდებული ნაწილობრივი მობილიზაცია პუტინმა, თუ გახსოვს, როდის შეწყდა ეს მობილიზაცია? შეწყდა მაშინ, როცა ატყდა ერთი ამბავი, როცა მოსკოვში სხვათა შორის უფრო ადრე შეწყდა. ვიდრე მთლიანად მობილიზაცია და რატო შეწყდა, იცი? იმიტომ რომ იქ დაიწყეს ადამიანების ესე მეტროებთან გაჩერება და კომისარიატებში გადაყვანა და ვინ შეწყვიტა მოსკოვში? მოსკოვში შეწყვიტა მოსკოვის მერმა. წარმოუდგენელი ამბავი ხო პუტინის სისტემაში გამოდის საბიანინი და ამბობს რომ იცით რა ჩვენთან მოსკოვში გეგმა შესრულებულია, სინამდვილეში არაფერი გეგმა არ იყო შესრულებული, მაგრამ ამბობს რომ გეგმა შევასრულეთ, ამიტომ ჩვენგან მეტი ადამიანის წაყვანა არ მოხდება. და ეს რატომ მოხდა? მოხდა იმიტომ რომ პანიკა ატყდა ხალხში. ლარსერიგები ხო გვახსოვს ყველას. საათობით კი არა, დღეებით იდგნენ ადამიანები იმისთვის რომ აქეთ გადმოსულიყვნენ და ეს ყველაფერი მოხდა 2022 წელს, როცა თვითონ რუსეთის შიგნითაც ბევრად ნაკლები ინფორმაცია იყო ამ ომზე. მეტი რომანტიზება იყო. დღეს ყველა მიცის რომ ომში თუ მიდიხარ, თუ რაღაცა მართლა კიდე ერთხელ ვამბობ, სადღაც გლუბინკიდან არ ხარ და თავი გადადებული გაქვს, მოკლედ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიე და ერთადერთი შანსი რომ რაღაცა უცებ გამდიდრდე, უცებ ფული იშოვო არის ომში წასვლა, თუ ოდნავ ტვინი გაქვს თავში, დღეს ომში წასვლა არ უნდა არავის. შესაბამისად, და ესე არ იყო 2022 წელს, იმიტომ რომ 2022 წელს არც დრონები იყო, არც ამდენი ინფორმაცია იყო, არც ესე ლაივ რეჟიმში აყურებინებდნენ რუსებს მათი მოქალაქეების, თანამოქალაქეების ყოლელობას, ხო? ამიტომ ახლა გაცილებით რთულია ამ მობილიზაციის გაკეთება. რაც შეეხება ფრონტის ხაზს თვითონ. ფრონტის ხაზზე ესე რომ დავხედოთ ზემოდან, ხო, აი რუკა რო გავშალოთ. რუკაზე არ ჩანს ცვლილება საერთოდ. იმიტომ რომ იმდენად მცირე არის ეს წინსვლა. თუნდაც იგივე უკრაინა მოდი სიმართლე ვთქვათ, ხო, ეხლა იყო ინფორმაციები, რომ აი უკრაინამ 400 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა. 400 კვადრატული კილომეტრი იმ ფრონტის ხაზზე, რა ფრონტის ხაზზე? 1300 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე. არაფერი არ არის. 20-20 არაფერი არ ხდება. რეალურად ამ წუთას არაფერი არ ხდება, ოღონდ რა სწორად მინდა რომ იქნება გაგებული. არაფერი არ ხდება, იმას კი ანიშნავს ხალხი არ კვდება. პირიქით, როცა არაფერი არ ხდება ჭალებში, როცა ფრონტის ხაზი დგას, ყველაზე მეტი ხალხი კვდება ზუსტად მაშინ. როცა ვერც ერთი წინ ვერ მიდის და როცა უკრაინას პრინციპში დიდი მცდელობები არც აქვს და სწორი ტაქტიკაა მათი მხრიდან, მაგრამ რუსებს ხო აქვს მცდელობები, რაც უფრო მეტად უჭირს რუსეთს, მით უფრო მეტი ადამიანის შეხოცვას დაიწყებს ამ უკრაინულ ფორტიფიკაციებს და რატომ? შენ საუბრობდი ინიციატივა უკრაინის მხარეს გადავიდაო. ეხლა სიმართლე რო გითხრა, მე ამის შესახებ ეხლა ესე რაღაცა ინფორმაცია არ მაქვს. Financial Times-ის სტატია იყო. მე არ მისაუბრე ხო სტატია მოვიყვანე, თორე მე არ ვიზიარებ ამ ოპტიმიზმს. არის ხარისხობრივი გარდატეხა მოახდინეს, მაგრამ ინიციატივის გადასვლა ამ ომში საერთოდ უკვე საერთოდ ხო და რის თქმა მინდა, ინიციატივის გადასვლასაც შეეხება, ზუსტად ამიტომ ახოცავს რუსეთი ყოველ თვე უფრო მეტ ადამიანს, რომ ეს ინიციატივა რაც აქვს, არ დაკარგოს. იმიტომ რომ ესე ხო არ ხდება, რომ ინიციატივა თუ არა აქვს ერთ მხარეს, აქვს მეორე მხარეს. ან არის, რა ვიცი, ცეცხლშეწყვეტის შეთანხმება. როცა ინიციატივა არც ერთ მხარეს არ აქვს და როცა ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ადეკვატური ადამიანები არიან, დაჯდებიან მაგ დროს და ამბობენ რომ არც შენი შეგიძლია არაფერი, არც მე შემიძლია არაფერი, მოდი ცეცხლი მაინც შევწყვიტოთ, რომ ერთმანეთის ხოცვა დავამთავროთ. მაგრამ როცა ერთ ქვეყანაში არის ასაკში შესული დიქტატორი, რომლის ცხოვრების აზრიც გახდა ეს ომი,
ხდება ეს, რომ ადამიანები უბრალოდ უაზროდ იხოცებიან. მათ შორის რუსებიც, ხო? აი რო ჩავთვალოთ, რომ აზრი დევს უკრაინის რამდენიმე სოფლის ან რამდენიმე ქალაქის დაკავებაში. რა თქმა უნდა, არანაირი აზრი ამაში არ დევს და რუსეთს ეს ქალაქები მაინც ვერასოს ვერ ეკნება. როგორც პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში, უკრაინას ეს ტერიტორიები ავტომატურად დაუბრუნდება რამდენიმე კვირაში. რო ჩავთვალოთ, რომ აზრი აქვს ამ ტერიტორიების დაკავებას, მაგ შემთხვევაშიც კი, რასაც პუტინი აკეთებს, არის სრული უაზრობა, იმიტომ რომ ამ ტაქტიკით უკრაინის ტერიტორიის დაკავება არის შეუძლებელი. თუ არ ჩავთვლით ახლა, რომ წელიწადში საშუალოდ 5 კილომეტრით მიდიან წინ, ანუ რას გულისხმობ ახლა, რა თქმა უნდა, თელი ფრონტის ხაზი არ მოძრაობს ამ 5 კილომეტრის მანძილზე, მაგრამ საშუალოდ ამ 1300 კილომეტრზე რო გავანაწილოთ, რუსეთის წინსვლა წინა წელს, იმის წინა წელს 5 კილომეტრით გადაინაცვლებდა წინ თელი ფრონტის ხაზზე საშუალოდ. ანუ აქედან სადაც ვართ ახლა ამ სტუდიაში, აქედან რო გავიდეთ საბურთალოზე, დაახლოებით ამ ხელა მანძილით მოძრაობს რუსეთი წლის განმავლობაში. თვეში კი არა, ან დღეში კი არა, წელიწადში. შესაბამისად, შეუძლებელია რამენაირი შედეგი იქნას მიღწეული. ხა მე არ ვიცი შენ რას ეძახი ოპტიმისტ და რას გულისხმობ ამაში, ანუ უფრო პესიმისტურად რას უყურებ, მაგრამ ეს ომი ამ ომს უბრალოდ არ აქვს სამხედრო გადაწყვეტა. იმიტომ რომ ამ წუთას არ არსებობს, ну შეიძლება ხვალ შეიცვალოს სიტუაცია, არ მგონია რომ რუსეთს სასარგებლოდ შეიცვალოს, მაგრამ ამ წუთას რაც მოცემულობა გვაქვს და ბოლო 3 წელია რა მოცემულობაც გვაქვს, უბრალოდ არ არსებობს არანაირი ტექნოლოგიური ან ადამიანური ფაქტორი, რომელიც ერთ ან მეორე მხარეს მისცემდა საშუალებას, რომ გარღვევა მოეხდინა. აი, რაზეც ბატონი აკია საუბრობდა, რაღაცა ოპერატიულ სივრცეში რომელიმის გასვლის შანსი ამ მოცემულობაში, როცა ყველაფერს დრონები აკონტროლებენ, არის უბრალოდ შეუძლებელი. შესაბამისად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიიღოს პუტინმა, ეს არის, რომ მინიმუმ ცეცხლი შეწყვიტოს. იმიტომ რომ უკრაინა სხვა გამოსავალი არ აქვს. უკრაინა საკუთარ მიწაზეა და იცავს საკუთარ სახლს. უკრაინამ რო შეწყვიტოს ცეცხლი, ეს დამთავრდება უკრაინის განადგურებით. და პუტინმა რო შეწყვიტოს ცეცხლი, ეს ამით ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, ადამიანები უბრალოდ არ დაიხოცებიან. სხვა არაფერი არ მოხდება. ამიტომ მოსკოვს არაფერი დაემუქრება პუტინმა რო ცეცხლი შეწყვიტოს და უკრაინამ რო შეწყვიტოს, კიევს და უკრაინის სახელმწიფოებრივ საფრთხე დაემუქრება. ამიტომ მარტივი გადაწყვეტილება არის მისაღები ოღონდ ერთი კაცის მხრიდან. აქ ორი მხარე არ არსებობს, როცა ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობ. უკრაინა ამას დიდი ხანია თანახმა. ერთ წელზე მეტია უკვე რაც ისინი თანახმანი არიან ცეცხლის შეწყვეტაზე და ვისაც უნდა ადამიანების ხოცვის გაგრძელება, ეს არის პუტინი, იმიტომ რომ სიბერეში გასართობინა. აი ხო ძალიან უხეში ნათქვამია, მაგრამ ამ კაცისთვის ეს ომი გახდა ცხოვრების აზრი. არ აინტერესებს მას რაღაცა ტაგანროგში ვიღაცას ფანჯრები არა აქვს და ფანჯრები აქვს ასაკად. ეგ რაღაც მეურნის იმიჯი არ აინტერესებს. დიდ პოლიტიკაში დაბრუნდა მისი აზრით, ხვდები? ანუ რუსეთი პუტინის წუხილები რა იყო, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა და ეს იყო გეოპოლიტიკური კატასტროფა, იმიტომ რომ აი რუსეთმა დაკარგა მისი როლი სამყაროში. და მისი აზრით, ამ ომის დაწყებით რუსეთმა დაიბრუნა სამყაროში მისი როლი. ანუ მაგიდას, დიდი ბიჭების მაგიდასთან დაიბრუნა ადგილი. სინამდვილეში რუსეთმა თუ რამე მოახერხა ამ წლების განმავლობაში, მოახერხა ის, რომ რუსეთი იმდენად დასუსტებულია, მარტო ეკონომიკურად კი არა, ეკონომიკა ცალკე ამბავი, პოლიტიკურად იმდენად დასუსტა, ყველა მოკავშირე დაკარგა ირგვლივ. და ჩვენ სამეზობლოს რო თავი დავანებოთ, ხო, სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომელიც ვერც ერთი და ვერც მეორე 2021 წელს ამის ნახევარსაც ვერ გაუბედავდა, ხო პუტინს. შენ წარმოგიდგენია ისეთ სიტუაცია, როცა ფაშინიანი ჩადის მოსკოვში და პუტინს ელაპარაკება იმაზე, რომ თურმე ინტერნეტის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და თურმე მის ქვეყანაში არის დემოკრატია და იქ ტარდება დემოკრატიული არჩევნები. ხო წარმოუდგენელი იყო. ჟარგონზე რო ვთქვა, გაიკაიფა. ხო, რაც წარმოუდგენელი. ხო, დიპლომატიური კაიფი იყო, მაგას დიპლომატიურად გაკაიფება ქვია. კი, ნამდვილად გეთანხმები მაგაში და გარდა ამისა, დაკარგა ყველა მოკავშირე, ხო ირგვლივ, ხა ირანს თავი დავანებოთ, ხო, ირანს თავის პრობლემები აქვს. სირია ხო დაკარგა. დაკარგა ორბანი. ანუ გარდა ამისა, უამრავი მოკავშირე დაკარგა ახლო აღმოსავლეთში. სირიაში ისე გაიქცდა ასადი, რომ შეშფოთების მეტი ვერაფერი მოასწრო პუტინმა. ერთადერთი პუტინი რითიც არის დაკავებული ამ რაღაცა თავის ყოფილ მოკავშირეებს, მერე კრებს და მოსკოვში აცხოვრებს, ხო? მეტი მას არაფერი არ შეუძლია. და ეს გააკეთა იმიტომ, უпроსოდ ეს ხდება იმიტომ, რომ რეალურად პუტინს აღარ აქვს იმის ძალა, რომ მის მოკავშირეებს დაეხმაროს, არც პოლიტიკური, არც სამხედრო. და როცა ყველა მიცის, რომ შენ იმის სამხედრო ძალა აღარ აქვს, რომ ვინმე შენიანს რო გაუჭირდეს დაეხმარო, მერე უკვე ბევრი წამოყოფს თავს და ბევრის გაუჩნდება ამბიცია. ეს ემართება ახლა რუსეთს და პუტინი რო აღარ იქნება
იქნება, ან ხელისუფლებაში, ან საერთოდ სოციალური არ იქნება, რუსეთს რა ელოდება კიდე, ეგ ცალკე ამბავია, იმიტომ რომ ეხა ისტორიას რო შევხედოთ, ხო? რეალურად ეს ომი რა არის? ეს ომი არის ყოფილი კოლონიის წინააღმდეგ მეტროპოლიის დაწყებული ომი. რომ იმპერია რომელიც დაიშალა, მე მოდის ვიღაცა ახალი მართველი, იმ რაღაცა რიტორიკით რომ იმპერიას აღადგენს, იწყებს ომს ყოფილ კოლონიაში და ესეთი ომები როგორც წესი მთავრდება ამ იმპერიის საბოლოოდ დაშლით. და ეს შეიძლება დაემუქროს რუსეთს ახლა რეალურად. იმიტომ რომ პუტინი არ არის სამუდამო ისის ფაქტი არ არის რომ საკუთარ სიცოცხლეს მართლა რაღაც მშვიდად დაასრულებს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, არ არის პატარა ბიჭი, ხო? აღარ აქვს მას დარჩენილი 40-50 წელი კიდე ხელისუფლებაში ყოფნის ფიზიკურად არ აქვს ამის საშუალება. და შესაბამისად, პუტინის დასრულების შემდეგ რა სიტუაცია იქნება რუსეთში, როგორ განვითარდება სიტუაცია, ეგ არავინ არ იცის. უკრაინიდან და ყირიმის დაბრუნება უკრაინისთვის კი არა, საკუთარ ტერიტორიებზე არ შეექმნას მერე პრობლემა, ამაზე აქვს პირველ რიგში რუსებს საფიქრალი პუტინის შემდეგ რა იქნება. და კიდე ერთ დავამატებ, რაც შეეხება იმ გათვლებს, აი როგორც მიდიან რუსები დღეს, როგორც მიდიან წინ, ხო? აი რო დავთვალოთ სუფთა არითმეტიკულად. პუტინი იქნება 150 წლის შარშანდელი ტემპს ვამბობ, წლევანდელს არა, წელს კიდე უფრო აღარ დამithვლია წელს უკვე უარესია ტემპი. შარშანდელი ტემპით პუტინი იქნებოდა 150 წლის, როცა ამ ტემპით რუსები მიაღწევდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვარს. ხა ეს რამდენად რეალურია, მე მგონი ამაზე საუბარი არ ღირს. ხო, იონო, შენ აი ისტორია ახსენე და ყველაზე მეტად მე რასაც შევადარებდი თავად რუსეთის ისტორიიდან ნიკოლოზ პირველი და ნიკოლოზ მეორეს ომები და შემდგომი რუსეთი. ნიკოლოზ პირველმა დაიწყო ყირიმის ომი და აბსოლუტური მარცხი, რასაც მალევე გადაყვანებულობას ასე ვთქვათ, და ნიკოლოზ მეორე და პირველი მსოფლიო ომი, იმიტომ რომ იქაც პირველ მსოფლიო ომში რუსეთი ჩაერთო, იმიტომ რომ დახმარებოდა სლავ ძმებს, მაგრამ რეალურად ვითომ სლავი ძმების დახმარების უკან ისევ და ისევ მეტი ტერიტორიის მიღების სურვილი იყო მაშინაც. როგორ დამთავრდა კი ვიცით. ეხლა მინდა გადავიდე უშუალოდ ცოტა ჩვენ კონტექსტზე, აი რაც კითხე. კობახიძის და ზელენსკის შეხვედრა, ბუჭორიშვილის და სიბიჰას შეხვედრა, სატელეფონო ლაპარაკი შეხვედრა და კიდე ერთი შეხვედრა, რაც უნდა იყოს. მე პირადად ქართული ოცნების ეს ქმედებები აი იმ ჭრილში ვუყურებ, რომ იმდენად ნალანძღი ყავთ ზელენსკი, რა რა სიტყვები არ უძახეს, ვინც არ უნდა იყოს ჩალვარამიშვილი, კალაძე, პაპუაშვილი, კლოუნი, უკრაინელი ხალხი მას პასუხს მოსთხოვს, გემახსოვრებათ ყველას ის სისულელის კოკაინის თემა რო იყო, მერცი, მაკრონი და რაღაც ვინ იყო კიდე თუ არ ვცდები, ტუსკი იყო, როგორ ჩადიან და თუნდაც ეს კოკაინშიკები ამათი ლოგიკით ჩადიოდნენ იმ ან ეს ლანძღვა რაც ამათი მხრიდან მოდიოდა, მაშინ ვიძახდი რომ ზედმეტი რაში ჭირდებოდათ მაშინაც გავგებარი იყო, მაგრამ ახლა უკვე ტენდენცია მიდის თითქოს. მაგრამ მე რა მხრივ არ მესმის, თუნდაც ეს უკვე ტენდენცია ესე სწრაფად რო დაიძრა. იგივე მათი პროპაგანდით მოწამლული ხალხის პოზიცია ძალიან მაინტერესებს. როგორ თავსდება მათ თავში სიტყვაზე ეს. მაგრამ ამას შევეშვათ, აი პრაქტიკულად რა ინტერესები შეიძლება იყოს ქართული ოცნების მხრიდან და რა ინტერესი შეიძლება იყოს უკრაინის მხრიდან. იმიტომ რაც რამდენჯერმე ითქვა, ინიციატივა თავიდან ზელენსკიდან მოვიდა შეხვედრის ინიციატივა ერევანში. ხო ესე იყო? კი, ეგეა, რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც ამ პროპაგანდის მსხვერპლი არის, სიამდვილე შანაირი პროპაგანდის მსხვერპლი არ არსებობს. ეგ ხალხი, ვიზეთ ჩვენ ლაპარაკობ, ეგ ხალხი უბრალოდ კომფორტულ პოზაშია, იმიტომ რომ ქოცები აწვდიან მათ სალაპარაკო თემებს. ანუ შენ რომ მიდიხარ ეგეთ ადამიანთან საკამათოდ, იმას უნდა კონდეს გამზადებული თემა. იმის ფიქრი არ უნდა დაჭირდეს, რომ შენ გეკამათოს. ხოცების პროპაგანდა ამას აკეთებს რეალურად. ამ ხალხს იმის კი არ ჯერა, რასაც ლაპარაკობენ. მათ უბრალოდ აქვს გამზადებული თემები, რომ ზედმეტი ფიქრი არ მოუწიოთ იმის შენთან საკამათოდ. სხვა მეტი ხოცების პროპაგანდას საკუთარი მომხრეების მიმართად, მომხრეებიც არ არის, ხო ეს რეალურად დაინტერესებული ხალხია, ვინც მიბმული ყავთ მათ. მათთვის ეს კლასიკური ნიშნის პროპაგანდა არ არის. პროპაგანდას ვიზეც ამუშავებენ რეალურად. ეს არის აქეთა ფლანგი. და აქეთა ფლანგს ბევრი რაღაცები სამწუხაროდ
დააჯერეს, მაგრამ ეს გამზადებული რა არის კლოუნს რატო ჩამოვართვა ხელი ჩვენმა ირაკლიმ პირობითად რა მისცეს კოცებს არა ეგ მე გამოვიდა პაპუაშვილი და თქვა რომ ზელენსკის მოუწია ჩვენთან მოსვლა ანუ იგივე ეს მოსვლა და ბოდიშები არა გადაყოლებული არა ხო და მაგას ვამბობ ანუ ამ ხალხს დამიჯერე სალაპარაკო ყოველთვის ექნება და ამის მათ ყოველთვის მიაწვდიან ანუ მათ იმის არ ჯერათ რასაც ლაპარაკობენ შესაბამისად არანაირი სინდისის კენჯნა არ აქვს და არანაირი რაღაც გაორება არ აქვს საკუთარ თავთან რომ ჯეროდეთ ექნებოდათ გაორება ამიტომ რახან გაორება არ აქვს ამიტომ არც სხვა რაღაც თემების საკუთარ თავში გადახარშვის პრობლემა აქვს ახლა რაც შეეხება საერთოდ ამ შეხვედრის აზრს ხო ჩვენ ვიცით რომ ინიციატივა იყო უკრაინული მხარის და ეს ლაპარაკი საკმაოდ ინტენსიურია. ეს არ არის რაღაცა უბრალოდ დიპლომატიური გასაუბრება და მხოლოდ უბრალოდ დიპლომატიური საუბარი, რომ რაღაცა კარგი ურთიერთობა უნდა ქონდეს ჩვენ ქვეყნებს, ხო? ჯერ იყო შეხვედრა ერევანში, მერე იყო ზარი სიბიგასი, ახლა ისევ არის შეხვედრა მოლდოვაში. მოკლედ საკმაოდ ინტენსიურია და რახან უკრაინული მხარის ინიციატივა არის ჩემი აზრით მათ რაღაცა კონკრეტული თემა აინტერესებს. ეს არ არის ჩემი აზრით ზოგადი რაღაც სიტუაციის გაუმჯობესების ამბავი, რაღაც კონკრეტული აინტერესებთ. რა აინტერესებთ ახლა მაგას მე ვერ ვისპეკულირებ, არ ვიცი და ყოველ შემთხვევაში გამოჩნდება მაინც და გავიგებთ გამოდის ეს თემა თუ არა. ყოველ შემთხვევაში მე რა შემიძლია ვთქვა, უკრაინის ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები და ცივილიზებული სამყაროს ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს. ყველა სფეროში აბსოლუტურად. ქართველების, უკრაინელების და ცივილიზებული სამყაროს ინტერესი არის ერთი და იგივე. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ქოცების, ქართველი ხალხის და უკრაინელი ხალხის ინტერესი არის ერთი და იგივე. დარწმუნებული არ ვარ კი არა, პირიქით არის. სინამდვილეში ჩვენი ქოცების და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს ინტერესი ერთი და იგივე არ არის. იმიტომ რომ ქოცების ერთადერთი ინტერესი არის ამ ქვეყანაში იყოს სიბნელე, ამ ქვეყანაში იყოს სიღარიბე, იმიტომ რომ გაცილებით მარტივია იმ ადამიანების მართვა, ვისთვისაც 300 ლარიც კი მნიშვნელოვანია. ის ხალხი წეგან რაზეც საუბრობდით, 600 ლარიან, 300 ლარიან, 800 ლარიან ხელფასებზე ყავთ დასაქმებული. ზოგი სასაფლაოზეა გაფორმებული, ზოგი რომელიღაც ციფში არის გაფორმებული, კულტურის რაღაცეები ხო აქვს შექმნილი რეგიონებში. შესაბამისად, აი ეს ხალხი 300 და 600 ლარის გამო რო ამას აკეთებს, ეგ არის ქოცების ინტერესი, რომ ესეთ ქვეყანა შეინარჩუნონ. და ამიტომ ჩვენი ინტერესი, არც უკრაინის ინტერესი და არც დანარჩენი ნორმალური ადამიანების და ნორმალური სამყაროს ინტერესი, ქოცების ინტერესი არ ემთხვევა. ამიტომ მე არ ვიცი ხა უკრაინელებს რა გამოვუვათ იმ ამბავიდან, რაც თვითონ დაიწყეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ რაღაცა აგრესიული რიტორიკა მინიმუმ შეარბილონ მაინც. როგორც ჩანს, რაღაცა კონკრეტული თემა არის, რომელზეც საუბარი ამათთან შეიძლება, რა არის ეს არ ვიცი, გამოჩნდება, ან გავიგებთ რა არის, ან ყოველ შემთხვევაში მიმას მაინც მიხვდებით, ეს თემა გამოვიდა თუ არა. შემდეგ რიტორიკა როგორც იქნება, იმის მიხედვით. მათ შორის უკრაინულ ხალხის მხრიდან. ბატონო აკეთე, თქვენ რას ფიქრობთ? პირველ რიგში ზელენსკი და ჩვენი ხელისუფლება თანაბარი წონის მატარებელი ფიგურები არ არის. და კიდე უფრო უცნაური ჩანს. არ არიან. ეხლა მე მინდა კიდე საწავი იყვანო ეს ლაპარაკი. ამათმა შეცვალეს, ასე ვთქვათ, ჩვენება, იმიტომ რომ კრემლმა შეცვალა. 9 მაისი იყო ლაკმუსის ქაღალდი ამისი. მანამდე ზუსტად კლოუნს ეძახდა პუტინი ზელენსკის და 9 მაისს ჩვენ ნახეთ პირიქით რომ სახში ეპატიჟებოდა თუ იკადრებდა ზელენსკი და ბატონი ზელენსკი გახდა კლოუნიდან ბატონი ზელენსკი გახდა. ჩვენი პროპაგანდა არის პირმშო რუსული პროპაგანდის და აქედან გამომდინარე, როდესაც ბოსი ცulis ისა რა ქვია ნოტებს ამათაც უტევთ, ესე იგი აწყობა თავისი პროპაგანდისა იმ ხაზზე. ეხლა რაც შეეხება ისევ იმ ძველს უბრუნდები აღმავალი, ესე იგი, ხაზი უკრაინისა. უკრაინამ დაიწყო რუსეთის ჩანაცვლება რეგიონში. იმიტომ უკრაინა მანამდე შეხვდა აზერბაიჯანს და ხელშეკრულებები გაფორმდა. უკრაინა ჩასული იყო სასუნხეთში და უკრაინა, ანუ ზელენსკი იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი ამ მნიშვნელოვანი არჩევნებისა, რომელიც უნდა ჩატარდეს დაახლოებით ერთ თვეში სასუნხეთში.
ამისი მოტელვა იყო, როდესაც ესე იგი პუტინს დაბარებული ყავდა ფაშინიანი მოსკოვში და იქ ფაშინიანმა ფაქტურად ცილა გააცნა, დიპლომატიაში ეგ არის. სხვა არაფერი რაც იქ მოხდა და ის მაინც წამოილუღლუღა ბოლოს პუტინმა, რომ ის მაინც ჩაატარეთო რა, ისე რა ქვია, გამოკითხვა მაინც ჩაატარეთო საზოგადოების, ანუ რეალურად პუტინი პირდაპირ ვერ წუდება სასომხეთს და დაიწყო ჰიბრიდული ომის ამოცანების დასმა, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ზუსტად იქაც კოჩარიანი ყავს გამზადებული ოლიგარქი, ესე იგი, რომლის მოყვანაც უნდა რუსეთს ხელისუფლებაში და აი ამ სცენარით უნდა, რაც საქართველოში ასე ვთქვათ, კმაყოფილია და გაუმართლა. ჩვენ ისიც დავინახეთ, რომ იმდენად უჭირს პუტინს, რომ ამ 9 მაისოთ ისიც ბარტყიც არ გადმოუგდო ესე იგი ქართულ ხელისუფლებას და გარკვეული კიდევ უფრო მიბმა დაიწყო ცხინვალის რეგიონისა რუსეთის ტერიტორიაზე, ეს იყო პირდაპირ ესე იგი ნაბიჯი, აგრესიული ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და იმდენად უჭირს მას უკრაინის ფრონტზე და საერთოდ თავისი იმიჯის ფაქტიურად ნარჩენების შეკოწიწება, რომ ის აი ამაზეც მიდის, რომ ეს გაასაღოს რაიმე წარმატებად და ჩვენ ნახეთ არაღიარებული რესპუბლიკების გარემოცვაში მყოფი ფაქტიურად პუტინი და ეს ლაოსი და აი ეს გაურკვეველი ისინი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომთან და ნაციზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, ხო? გამარჯვებასთან. ამიტომ როგორც ხედავთ ის ინიციატივა რომელიც უკრაინიდან წამოვიდა უკრაინა გარკვეული ხედვები აქვს უკრაინას და გარკვეული ჩანაფიქრი აქვს ამ პოსტსაბჭოთა სივრცეზე უკრაინა არის ფაქტიურად ძალა რომელიც ღიად ეომება რუსეთს უკრაინისთვის არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას სადმე რომელიმე წერტილში რუსეთს დაეჯახოს იმიტომ ამას ის ეცაკეთებს იგივე აფრიკაში ახლო და აკეთებს კიდეც, ხო? ჩვენ ნახეთ, რომ რუსეთი ჩაანაცვლა არაბულ სამყაროში უკრაინამ. უკრაინა შევიდა. ეს არ არის მხოლოდ სამრეწველო კომპლექსის ამოცანა, რომ მან ხელშეკრულებები გააფორმა საუდის არაბეთის პრინცთან, ხო? ეს ხო ფაქტიურად მოხდა ისეთი რამე, წარმოუდგენელი რამე მოხდა. უკრაინის დონის ქვეყანისთვის რომ მათ ბაზარი გაუხსნეს და თავდაცვა ჩააბარეს უკრაინას გარკვეული კუთხით სეგმენტი. თან ის აუცილებლად უნდა ვახსენოთ რომ ბინ სალმანმა რომელმაც ტრამპს რამდენიმე დღის წინ გეცოდინებათ დაუკეტა საჰაერო სივრცე, იმიტომ რომ გაბრაზდა. ხო? ბინ სალმანმა მისცა ამის უფლება. საუდის არაბეთის კონტექსტში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უდიდესი გამარჯვება უკრაინის დიპლომატიის. და აღიარების უკრაინის, ხო? და ჩვენ ნახეთ, რომ ფაქტობრივად ესეთივე შეხვედრა, როგორც იყო სასომხეთში, ფაქტობრივად ეს იყო მეჯლისი, ევროპული ცივილიზებული სამყაროს მეჯლისი იყო, ხო? ესეთივე იყო მაია სანდუს მხარდასაჭერად ზუსტად. რამდენიმე ხნის წინ არჩევნებამდე და წარმატებით შეასრულეს მათ თავისი მისია, იქ წააგო რუსეთმა. იმიტომ რომ რუსეთს აქვს თავისი სხვა ფრონტები. უკრაინის ფრონტის გარდა რუსეთი აგებს ყველა სხვა ფრონტზეც. რეალურად. იმიტომ რომ ის აგებს იმასე ესე იგი არჩევნებზე წააგო უნგრეთთან არჩევნებზე წააგო იმასთან მაია სანდუსთან არჩევნები მანამდე რუმინეთი იყო ისა რა ქვია ბულგარეთსევითომ რაღაცას წვალობენ მაგრამ ეგეც არაფერი არ არის ნახეთ ფიცოსთან უკან დახევა ფიცოსი ხო დავინახეთ ეს ყველაფერი ანუ ის ევროპაში ფაქტობრივად როდესაც ის ცდილობდა რომ ვითომ ევროკავშირი გაეხეთქა რუსეთის ამოცანა ეს იყო ხო საკმაოდ წარუმატებელია ანუ რუსეთი არა მარტო უკრაინის ფრონტზე აგებს რუსეთმა წააგო სირიაში რუსეთი აგებს აფრიკაში და დამოძიებული გამორბის იქიდან რუსეთი როგორც ესე იგი ირანთან მიმართებაშიც საკმაოდ მოსვრილი არის ვერაფერი ვერ გააკეთა რუსეთი აგებს კუბასთან ხედავთ იქ რა სიტუაცია არის მადუროსთან ვენესუელა ნიკარაგუასთან იმასთანაც ესე იგი კარგავს რუსეთი კარგავს ამას უყველებს იმ ილუზიას რომ თითქოს ეს იყო რაღაცა სხვა პოლუსი რომელიღაცა ძალის ეს ილუზია რომელსაც ქმნიდა პუტინი აი ამ თავის 25-იან წლიანი მმართველობის პერიოდში ფაქტიურად ის დაიმსხვრა კი როგორც გლობალური და რეგიონული ძალა არა რეგიონალური ძალა რუსეთი აღარ არის ჩვენ ხედავთ რომ რეგიონალური ძალა არის თურქეთი და რუსეთს რეგიონში ანაცვლებს უკრაინა
ღიად ანაცვლებს. ეხლა რაც შეეხება ამათ შეხვედრაზე და ამათი იმის შეცვლაზე. უკრაინა არის ზუსტად ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გარკვეული პირობები წაუყენოს ისეთ ტიპის ხელისუფლებას, როგორც საქართველოს. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ჩვენ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, როგორც საერთაშორისო აღიარების კუთხით, ისე შიგნით ქვეყანაში ლეგიტიმაციის პრობლემა. და ზუსტად აი ამაზე არის ლაპარაკი, რომ თუ ჩვენ დავინახავთ ერთი თვე არის დარჩენილი, ხო? რომ და მე მაგ ძალიან დიდი იმედი, რომ პაშინიანი შეძლებს გამარჯვებას ამ არჩევნებში. ბოლო, ასე ვთქვათ, სამიზნე რუსეთის ამ რეგიონიდან ფეხის ამოძირკვის იქნება საქართველო. და რა თქმა უნდა, გარკვეული ზეწოლები ამ კუთხით იქნება როგორც რეგიონალური მოთამაშეებიდან, ისე გლობალური მოთამაშეებიდან. და ჩვენ ვხედავთ მეორე რამესაც, რომ ევროპა აღარ აღიქვამს ჩვენს რეგიონს მეზობლად. ევროპა ღიად შემოდის ამ რეგიონში და ის უკვე არის აზერბაიჯანელების გვერდით, ის უკვე არის სასონხეთის გვერდით და ეს არ იყო მხოლოდ ისა დემონსტრაციული მხარდაჭერა. 2.3 მილიარდის ხელშეკრულება გაფორმდა სასონხეთთან, ანუ თუ სასონხეთში დემოკრატიული სიტუაცია შენარჩუნდება და დემოკრატიული ინსტიტუციების შენებლობის სიტუაცია შენარჩუნდება, მას ფაქტობრივად უკვე ფინანსური უზრუნველყოფა გაკეთებულია. ამაზე მინდა გადავიდე ზუსტად ხა ევროპაზე და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტზე და გადაცემის ბოლო ნაწილში უკაცრავად აი არ მინდა შეგაწყვეტინო ერთ რამეში აი ჩვენ ხედავთ რომ ხანდახან საკითხებში ამერიკელები და ევროპელები ვერ თანხმდებიან. ეგ გასაგებია. მაგრამ ერთ რამეში ისინი შეთანხმებულები არიან რომ სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი უნდა გავიდეს. დაუბრუნდით მაგასაც მოკლედ ამ ბოლო პერიოდში თითქოს ხდება ევროპასა და შეერთებულ შტატებთან დაახლოებით ცდილობები. ხო? რიტორიკა რო მაკაბოჯოიშვილის ცნობილი სიტყვები რო თუნდაც მოიჩვენა მთელ ხალხს რომ კობახიძეს ევროპასთან ინტეგრაცია არ შეუჩერებია იგივე 9 მაისის კალაძის და კობახიძის მიერ ევროპის დღის მილოცვა და სულეთ ჩემი აზრით კონტექსტიდან ამოვარდნილი ცდილობები ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი რა ხდება საბოლოო ჯამში თქვენ მიხვდნენ რომ თავის დროზე ძალიან ზედმეტი ფსონი გააკეთეს სიტყვაზე რუსეთზე და ეხლა ისევ ცდილობენ აქეთ ამ ხარესთან დაალაგონ თუ არა ნახეთ როგორი ამბავია სინამდვილეში ეს არ არის დაახლოების ცდილობა ეს არის პოლიტიკა მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ ანუ სუფთა ეს პოლიტიკა არანაირი ცდილობა ქართულ ოცნებას იმისთვის რომ ვინმეს დაახლოებოდა არ ქონია. ისინი რასაც ლაპარაკობენ საჯარო რიტორიკაში იგივეს აკეთებენ კულისებს მიღმაც. ისინი ეუბნებიან რომ ჩვენ ვართ ესეთები, განსაკუთრებით ევროკავშირს. თქვენ გჭირდებით, იქ ენერგომატარებლებით და რაღაცეებით, ამიტომ ისეთი მიგვიღეთ, როგორიც ვართ. იგივეს ეუბნებიან ამერიკელებს დაახლოებით. იქ ცოტა ეშინიათ ტრამპის და მისი არაპროგნოზირებადობის. მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი იქცევიან ისე, როგორც აქამდე იქცეოდნენ. არაფერი მათ ქცევაში არ შეცვლილა. მათი სურვილი რაც არის ის, რომ თქვენ გჭირდებით და ამიტომ მიგვიღეთ რა ესეთი როგორიც ვართ, რას ელოდებით ახლა. აქ არაფერი არ შეიცვლება, ხო ამას ლაპარაკობენ. ახლა რიტორიკა რო აიღო, ბოლო 1 წელს არის რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, აქ არაფერი არ შეიცვლება, ჩვენ ვიქნებით ახლაც 2028 წელსაც, ამიტომ მოდით ჩვენთან დალაგდით. მაგრამ ჩვენ გავაგზავნებთ ისევ იგივეს. უბრალოდ ეს სამყაროში ესე არ ხდება. რომ შენ მithumet განსაკუთრებით ცივილიზებულ სამყაროში, ხო, ეს არ არის რაღაცა განგსტერული გარჩევა, რომ იქ რაღაცეები დაალაგო. აქ შენ შეუძლებელია, როცა დემოკრატიული ქვეყანა ხარ და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ხარ, უგულებელყო ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ვიღაცასთან დალაგდე ისე, რომ არ გაითვალისწინო კონტექსტი, იმ ქვეყანაში რა კონტექსტიც არის. მათ შორის ამერიკელების განცხადებებს რომ ნახოთ, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, ხო?
აი ფორმულა ტელეკომპანია ფორმულა ხშირად წევს ხოლმე სახელმწიფო დეპარტამენტს და იქედან მოდის პასუხი რას ფიქრობენ რა ურთიერთობა უნდა ქონდეთ მათ საქართველოსთან. ბოლო სამ განცხადებაში კონკრეტული ჩანაწერი გაჩნდა იმ რომელიც თითქმის არ იცვლება ხო ეხლა ვიცით რომ დაახლოებით ერთი და იგივე შაბლონური ტექსტი მოდის აქ. მაგრამ ამ შაბლონურ ტექსტში გაჩნდა ერთი კონკრეტული ფრაზა და ეს არის სიტუაცია, პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში. და პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ეს არა, ანუ ამერიკელები ამას როცა ამბობენ, ეგ ნიშნავს, რომ აქ დალაგებული არაფერი არ არის. ანუ კოცებს აქ არაფერი არ აქვს დალაგებული, რომ მე ვიღაცა მათ ელაპარაკონ. ასეთი რაღაცეები ხდება სამყაროში, როგორც მოცემულობა არის ესეთი. მაგალითად ბელარუსში არის ასეთი მოცემულობა, იქ არავინ აღარ არის, ხო, ლუკაშენკოს გარდა. ან მაგალითად თუნდაც კონკრეტული ქვეყანა რო არ დავასახელოთ, არსებობენ ქვეყნები, მაგალითად იგივე არაბულ სამყაროში, სადაც არც არასდროს არ ყოფილა დემოკრატია. არც მომავალში არ იქნება განჭრეტად მომავალში. იქ არის რაღაცა კონკრეტული ოჯახი, რომელიც მართავს ამ შეხედა რომ ბრუნეის სასულთნო აიღეთ თუ გინდა ან რა ვიცი. ხო, ანუ ესვატინი, სვაზილენდი. ხო, ვიცით ჩვენ რომ არსებობენ ქვეყნები, სადაც არც არასდროს დემოკრატია არ ყოფილა, არც იქნება უახლოეს მომავალში. და ამიტომ რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე, იმ ადამიანებს ელაპარაკებიან, აღიარებენ კიდეც და ეთანამშრომლებიან კიდეც. მაგრამ სადაც არსებობს ხალხი, რომელიც არ ეთანხმება ხელისუფლებას, ამ ხალხის აზრი უგულებელყოს დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ არის შეუძლებელი. შესაბამისად, ამათ კოცებს თუ ვინმესთან დალაგება უნდათ, პირველ რიგში უნდა შეცვალონ საკუთარი ქცევა. რაღაცები უნდა გამოასწორონ. სხვანაირად დალაგება არის შეუძლებელი და არასწორი მოლოდინი აქვთ. მათ თუ გონიათ, რომ ისინი არიან სამყაროს ჭიპები და მათ ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი. და მათ თუ გონიათ, რომ ევროკავშირი და ამერიკა საქართველოს თუ არ იქნება ამ საერთო ფერხულში ჩართული, სხვა ალტერნატიულ გზებს ვერ იპოვნიან, ძალიან კარგად იპოვნიან. და გარდა ამისა, თუ გონიათ მათ, რომ მათ პასუხს საბოლოო ჯამში არავინ არ მოთხოვთ, მაგაში ძალიან ცდებიან. განსაკუთრებით ევროკავშირში, რომ სიტუაცია შეიცვალა. ორბანი აღარ არის იქ. ამათ დამცველი იქ არავინ აღარ დარჩა. თუ გონიათ რომ ფიცო დაიცავს ვინმესგან ქართულ ოცნებას, ძალიან ცდებიან და ევროკავშირმა მათ სხვათა შორის ბოლო პერიოდში დაიწყო საუბარი რაღაც დიალოგის განახლებაზე. ოღონდ დიალოგის განახლებაზე ძველი მოცემულობით კი არ დაუწყიათ საუბარი. ახალი მოცემულობით დაიწყეს საუბარი. ამ ახალი მოცემულობა არის ასეთი. ის, რასაც ორბანი ბლოკავდა, ჩვენ ახლა მაგის პრობლემა აღარ აქვს. ორბანი მაგას აღარ დაბლოკავს. ორბანი აღარ არის, ვერ დაბლოკავს და დღეს ანიტა ორბანმა, სხვათა შორის მისმა მოგვარემ, გააკეთა განცხადება ახალმა მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ ორბანის უაზრო ვეტოების პოლიტიკის გაგრძელებას. ანუ რაღაცა შეიძლება რაღაც კონკრეტულ თემაზე წინააღმდეგობა იყოს ევროკავშირთან და მე დაილაპარაკონ, მაგრამ აი ორბანი რო ყველაფერზე ვეტოს ადებდა, ამას უნგრეთი აღარ გააკეთებს. ეგ ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე ქართულ ოცნებას იმის იმედი ქონდა, რომ აი ორბანი ვეტოს დაადებს და რახან 28-ვე ქვეყნის გადაწყვეტილება ჭირდება, ამიტომ ჩვენ არაფერი არ გვემუქრება, ეს ასე უკვე აღარ არის. შესაბამისად, ეს ახალი მოცემულობა ამათთვისაც და ევროპისთვისაც. შესაბამისად, მეტი ზეწოლის ბერკეტი აქვს ქართულ ოცნებაზე. უბრალოდ მე არ მჯერა რომ ეს გაღმაგასული ხალხი, აი ესე რაღაც უხეშ შედარება რო ვთქვა, რომ ეს ხალხი არის გაღმაგასული. ამ ხალხს არ ესმის არც საგარეო პოლიტიკა ესმის, არც საშინაო პოლიტიკა ესმის. ზოგადად ბევრ მათგანს უბრალოდ გონი არ მოეკითხება. რაღაცა 90-იან წლებში რო იყო, არ ვიცი გახსოვს თუ არა, 90-იან წლებში დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ, ჩვენო რა გვინდაო კაცო, სხვა აი ბორჯომი რო გავყიდოთო, მაგით ბორჯომი და მანდარინი რო გავყიდოთ, მაგით ვირჩენთ თავსწო. აი ესეთი მენტალობის ხალხია დღეს პოლიტიკაში და ხელისუფლებაში. და როცა ესეთი მენტალობა გაქვს, მე მართლა გონია რომ შენ ხარ სამყაროს ცენტრი, აი ბაქო თბილისი ჯეი ხარ ნახარ გადის აქ, ამიტომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაგიბედავს. აი ესე უყურებენ სამყაროს და ამაში მწარეცდებიან და მწარედ წაიტეხავენ ცხვირს. ერთი რაღაცა უნდა დავამატო, აი ამ მოლოდინებს, ზედმეტ მოლოდინებს და ენერგომატარებელთან დაკავშირებულ მოლოდინებს, მათ შორის რომ რამდენიმე ფაქტორს ვერ ითვალისწინებენ. პირველი ენერგომატარებლები, ეს არ არის ჩვენი ენერგომატარებლები, ანუ აზერბაიჯანული და გაზი და ნავთობია. მეორე, ევროპამ მოახერხა და რუსულ გაზზე თქვა უარი და მას დამოკიდებულება გაცილებით დიდი იყო, ვიდრე აზერბაიჯანულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულება და კიდევ მესამე, რომ ორმუზის სრუტის კრიზისის შემდეგ კიდე ძალიან
კარგად დაფიქრდებიან ალტერნატიული ენერგიის საშუალებებზე და რომლის განვითარებას დაწყებულია. ვარიანტში უკვე უბრუნდებიან ატომურ ენერგეტიკას. არა მარტო ატომზე, ელექტრო უფრო წავიდნენ პლაზმონ ან თერმობირთულზე. მაგას მოვისაუბროთ ბატონო, რას ფიქრობთ ახლა თქვენ ამ ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან დაახლოებით? აქ არის თემა ესეთი, რომ ოცნებას ვერ წარმოუდგენია თავისთავი ევროკავშირში. იმიტომ რომ ევროკავშირი ნიშნავს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას სრულად ქვეყანაში და ეს ნიშნავს, რომ ის ერთი ადამიანი დაკარგავს ძალაუფლებას. მას ეს არ აწყობს. შეიძლება არ დაკარგოს, მაგრამ რისკი გაჩნდება რეალურად. არა, დაკარგავს, გამორიცხულია. და მას ეს არ აწყობს. ამიტომ აქ ყველაფერი კეთდება ისე, რომ მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, ანუ მაღიარე და ამერიკასთან მიმართებაში, თუ მადურო მოაცილეს და იმისი რეჟიმი დარჩა იქ და ჩამოუწერეს იმათ გასაკეთებელი სია, ესენი ესე ფიქრობენ, რომ ხო აი ჩვენ აქ ჩავატარებთ რა, გარკვეულ წმენდას და გითხარით რა და დაგვტოვეთ ამ ხელისუფლებაში და ჩვენ ვიქნებით. აი ესე წარმოუდგენიათ რა. მეორე იმის გამო რომ ესენი ძირითადად რუსეთზე არიან და არა მარტო პროპაგანდით, აზროვნებითაც მიბმულები, ამათ ჯერ რუსეთს აქვს ეგეთი დამოკიდებულება ევროპას რატომღაც რუსეთის ზემოდან უყურებს. ხო, სისუსტეთ მიაჩნიათ ბევრი რამე ევროპაში და ზუსტად აი მან ცდება მწარედ ჯერ რუსეთი და ხედავს რომ ვეღარც ამერიკით აბალანსებს ევროპელების ასე ვთქვათ სტრატეგიულ ხედვებს. და მეორეც ერთი ევროპაში სულ სხვა პროცესი არის დაწყებული. ევროპა აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური კავშირი. ევროპა ყალიბდება სამხედრო ეკონომიკურ კავშირად, რომელსაც ექნება დამოუკიდებელი პოლიტიკა. და ხანდახან იმიტომ არის ხოლმე, რომ ტრამპის გარკვეული ისინი, რა ქვია, ზეწოლები ევროპის ინტერესებზე, რომ დიახ, ამერიკას ეშინია ევროპის, ესეთი ევროპის, მომავლის ევროპის, რომელსაც ექნება თავისი საგარეო, ესე იგი, სერიოზული პოლიტიკა და ამბიციებით. და რა თქმა უნდა ეს კონტინენტი, ევრაზიის კონტინენტზე ევროპა არის მყარად წარმოდგენილი, როგორც ბაზრითაც, როგორც პოტენციალითაც, როგორც სხვა დანარჩენი მაჩვენებლებით და რესურსითაც ყველანაირად, ხო? აქედან გამომდინარე, რუსეთი ეხლა ზუსტად არის იმ თავისი წარმოდგენების მსხვერპლი. სხვათა შორის ეს ისტორიაში ხშირად ხდება ხოლმე, რომ გარკვეულ იმპერიებს, გარკვეულ სახელმწიფოებს, გარკვეული წარმოდგენები აქვთ რაღაცეებზე და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი ამ წარმოდგენების ტყვეობაში არასწორ ნაბიჯებს დგავენ და ეწირებიან მერე ეს ყველაფერი აი ამ არასწორ ამბიციებს ეწირება და ირღვევა ხოლმე იმპერიები და დღეს ზუსტად ეგ მომენტია, როგორც მე-19 საუკუნის დასაწყისში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ფაქტიურად იყო იმპერიების რღვევის პერიოდი და იმპერიების ჩრდილებიდან თავისუფალი სახელმწიფოები შენდებოდა, ხო? ეხლა არის ზუსტად იმაზე ეგეთი პერიოდი, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე ფაქტიურად თავისუფლდება რუსეთის ჩრდილისაგან, რუსეთის იმპერიული ჩრდილისაგან და აი ამ პროცესის დაჭერა არის მთავარი. ჩვენ ფაქტიურად ეხლა ვიმყოფებით ძალიან ისეთი ისტორიული ფანჯარა გაიხსნა და ამას ძალიან კარგად გძნობენ სომხები და ფაქტიურად იმან რასაც ერქვა აი ამ მთიანი ყარაბაღის წაგებამ, ავანტურის წაგებამ, რაც იყო ფაქტიურად და რაც აბავდა რუსეთზე სომხეთს ფაქტიურად როგორც აი მაგალითად მეორე მსოფლიო ომის მარცხმა გერმანიაში და იაპონიის ერებში გამოიწვია სერიოზული ძვრები და მათ სწორ რელსებზე გადაყვანით მისცეს ბიძგი სერიოზულ განვითარებას თავისი ქვეყნების, როგორც იაპონიის, ისე გერმანიის, დღეს სასომხეთი არის აი ამ გზის გასაყარზე და აი ამ საქმეში ევროპელები ძალიან გვერდით უდგანან და არა მარტო ევროპელები, ამერიკელებიც, ხო? ეხლა მეორე, ის შეცდომა რომ ამათ გონიათ რომ ეს მარშრუტი რომელზეც აგებული აქვს და ფაქტიურად შანტაჟის პოლიტიკა არის აწყობილი. რომ მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, მე ვარ ესეთი და ეს რუსული ნარატივები, რაც არის სუვერენული დემოკრატია, სახელმწიფო სუვერენიტეტზე ორ ფეხზე მყარად დგომა, ჩვენ ცალფეხზე არ დავდგებით და რაღაც სისულელეები. ურებზე დადგებიან, როცა საჭიროა, გვახსოვს ყოველს არაბების ვიზიტი საქართველოში. განანკიდეთ და აი ზუსტად არაბების ვიზიტი რადგინა კაცო, შარშან მაკრონმა ხელი რომ მოუთათუნა ირაკი ყოახიძეს. აი მე მაგაზე ამბობ. რამის ძვლებში დაიმტვრა კაცი ისე წამოხდა ფეხზე. და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკაბოჭორიშვილის შეხვედრა
ღია ქორწინებაშია, გეია ტიპი, გაიხსენე. იმებზე როგორაა ნათრევი, რომ მისი ქმარი რაღაც, აი, წარმოუდგენელი უტიფრები არიან. მე აი მაუცებს ამაში რა. პრინციპები ამ ხალხს არანაირი პრინციპი არ აქვს ცხოვრებაში. ერთადერთი პრინციპი რაც აქვს არის ფული და ძალაუფლების შენარჩუნება. ამისთვის გააკეთებენ ყველაფერს აბსოლუტურად. და ჩვენ ხო ვხედავთ საითქენაც მიდის ეს ყველაფერი. ანუ ამათი ბოლო შანტაჟის ცდელობა არის ეს, ისევ ილუზიაში არიან, რომ სად წავლენ, ხვეწნით მოვლენ ამას და მე მახსოვს ის რიტორიკა, მაგალითად უკრაინის ის რო დაიწყეს ეს ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია, რას იძახდა მედვედევი. რომ ერთ წელიწადში და ორ წელიწადში მოვლენ ხოხვით ევროპელები, ისევ ჩვენი ნავთობი და ისევ ჩვენი გაზი დაჭირდება, ღიად იძახდნენ ამას. და რა აღმოჩნდა, რომ არ მივიდნენ ხოხვით. ეგენი ხო ხავენ. ეხლა მეორე. 9 მაისმა აი თლიანად ამოატრიალა რეალობა და 9 მაისს მოხდა ისეთი რაღაცა, რაც არ წარმოგვედგინა არავის. 9 მაისს კიევმა მოსკოვს სამოქმედო დღის წესრიგი დაუმტკიცა. ადრე ხო მოსკოვი ამტკიცებდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. აღლუმის ჩატარებაზე ის როგორც დასცინა ზელენსკიმ და გამოსცა ბრძანება, რომ ნებადართო მოსკოვს აღლუმი ჩაეტარებინა, მას საშუალება მისცა პუტინის შიშებმა და ფობიებმა და უსუსურობამ რუსეთის სამხედრო მანქანის და იმ სიტუაციისა, რომ ფაქტობრივად მათ იდეოლოგიის დონეზე აიყვანეს აღლუმი 91 წლის წინ მოგებული ომის აღლუმი იდეოლოგიის დონეზე რო აქვს დაყვანილი და მიითვისეს თითქოს ეს იყო მხოლოდ მათი გამარჯვება უკრაინელების, ქართველების, საბჭოთა ჯარისკაცის, ცენტრალური აზიის ქვეყნების და ასე შემდეგ ამოდენა კონგლომერატის დასავლური მოკავშირეების გარეშე ეს ხო დაიბრალეს უშნოდ მათ ხო ახასიათებთ ესეთი ისტორიის გადაწერები ხო და აი ეს გააშიშვლეს და რა მიიღეს ხო დაინახეთ ხეიბრების შიშით რაღაცა მიჩქმალვით, რაღაცა ტანკებზე რო თავიდან დაიწყეს ის რაღაც მანგალების დადგმა, კრემლზე როგორ წითელ მოედანზე ეგეთი რაღაც ბადეების გადაჭიმით და შეშინებულები სოროში შემძრვალები ეხოცებოდნენ ტრამპს, რომ ზელენსკი გაეჩერებინა არ დაერტყა იმ დღეს. აი ეს არის ეს რეალობაა დღეს და ამათმა ესეც დაინახეს და იმიტოა რომ ის ზელენსკი უკვე სხვანაირად ელაპარაკება ამათაც და ალტერნატიული სულ მცირე ორი გზა არსებობს საქართველოს გარეშე. ერთი ზანგეზურის, რასაც იძახიან რა და რომელიც საკმაოდ აქტიურად ვითარდება, აზერბაიჯანი არ ჩერდება ამ მიმართულებით, სარკინიგზო გზები არის ამოქმედებული და კიდევ უფრო რაღაც წელიწადნახევარში დაასრულებენ სულ ყველაფერს. თვითონ სომხების აქტიურობა, თურქების აქტიურობა და რაც თავარია. გვავიწყდება მეორე სერიოზული კონკურენტი, რომელიც ყველაზე დიდი კონკურენტია ჩვენი ამ საკითხში. ეს არის რუსეთის ტერიტორია. ის რომ რუსეთი დღეს სანქციების ქვეშ არის, ის რომ დღეს რუსეთი სანქციების ქვეშ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ფორმით შენარჩუნდება და ზუსტად ეს სანქციები იქნება. კაცმა არის იქ რა ძვრები დაიწყება. იმიტომ რომ პუტინი ფაქტობრივად ამ ომს ვერ ამთავრებს. თავარი ის კი არა რომ პუტინს აღარ უნდა, პუტინმა ერთი რამე იცის. ეს მილიონიანი არმია რო გამოიყვანოს წაგებული და დათმოს ის ტერიტორიები, რომელსაც ვერ აკონტროლებს იქ, ხო? მიიღებს 1917 წელს. ეს იცის, გამოვიდა ზუგანოვი და ღიად უთხრა, რომ ჩვენ დგევართ იმპერიის დაშლის წინაშე. ხო და აი ამასთან აქვთ მათ საქმე და ოღონდ ეგ იყო ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ გენადი ზუგანოვი არის რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი და მან პუტინი გააფრთხილა, რომ ისი არ მოხდეს, რომ 1917 წელი განმეორდეს, რომლის შედეგად ლენინი და კომუნისტები მოვიდნენ. ხო, მაგრამ მაგათ სხვა რამის ეშინიათ. მაგათმა ძალიან კარგად იციან, რომ ის კომუნისტები ვეღარ მივლენ და ის დიდი სისხლი, რაც მაშინ იმპერიამ გაიღო, რუსეთის იმპერიამ და წითელი ბოლშევიკები მერე როგორც მოვიდნენ და რითიც მოვიდნენ, მაგას თანამედროვე რუსეთი ვეღარ გაუძლებს. კი ბატონო. რეპლიკის სახით თუ გინებავთ. ხო, არა, წითელ მოედანზე და 9 მაისს მინდა მეც რაღაცა რა ვთქვა.
ზელენსკი იყო ძალიან კაი კომიკოსი რა. ანუ საბჭოთა კავშირის ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით განსაკუთრებით. ამათ რა უთხარი, მე მართლა რეიფს აჯერებენ ხალხი, კლოუნსა და კომიკოს შორის სხვაობა ხო უნდა ის, მაგრამ პროპაგანდა რომ მოუკვდათ ამათ. ხო, რა თქმა უნდა. კაი კომიკოსი, რითი განისაზღვრება, ხო? კაი კომიკოსმა კარგი ხუმრობა რო თქვა, საფუძვლად ნამდვილი ამბავი უნდა ედოს. ადამიანმა რო გაიგო შენ რაზე ხუმრობ, მით უდიდეს პოლიტიკაზე თუ ხუმრობ. პოლიტიკოსის ქცევის წესზე უნდა იხუმრო, რომელიც რაღაც ნამდვილს ეფუძნება. და როცა ის ბრძანება გამოსცა ზელენსკი, ეს ნამდვილ ამბავს რატო ეფუძნება, იცი? იმიტომ რომ პუტინმა დაურეკა ტრამპს და თხოვა რომ 9 მაისზე გამოეცხადებინათ ზელენსკის დალაპარაკებოდა. ტრამპი ლაპარაკობს, ამას მე ხო არ ვამბობ. რომ 9 მაისს ყოფილიყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომ რაღაც 9 მაისს რატო ჭირდებოდა, რომ პარადი ჩაეტარებინა, ხო? ამიტომ როცა ბრძანება გამოსცა მე ვაძლევ უფლებას პუტინს რომ აღლუმი ჩაატაროსო, ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო. ოღონდ ამ ხუმრობას საფუძვლად ნამდვილი ამბავი ედო. ამიტომ გამოვიდა სასაცილო და დასაცილი პუტინისთვის, თორემ ეს რო ბრძანება რო გამოეცა ზელენსკის 2022 წელს, თვითონ გახდებოდა დასაცილი. ან კობახიძეს რო გამოეცა. ხო, ან კობახიძეს, ან რა ვიცი, ნებისმიერ ფაშინიანმა რო გამოსცეს იგივე ბრძანება, ან ალიევმა, ხო? სასაცილო იქნება, ოღონდ დასცინებენ მას. და ამ შემთხვევაში პუტინი იმიტომ გახდა დასაცილი, რომ საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს. ანუ მართლა ესია პუტინს და რუსეთს დღეს საქმე, რომ უკრაინა თუ მოინდომებს წითელ მოედანზე პარადს აღლუმს რუსეთი ვერ ჩაატარებს და წითელ მოედანს და კრემლს ერთადერთი მიზეზი რაც აქვს რატომაც დღეს დანგრეული არ არის ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ტექნიკური პრობლემა კი არ არის დრონები დაფრინავენ სამჯერ უფრო შორ მანძილზე ვიდრე მოსკოვია კიევიდან მაგრამ ამას არ აკეთებენ იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მათ შორის რა თქმა უნდა შესაბამისად სარკისებურად რუსეთიც არ ბომბავს ხრეშატიკს ხო რუსეთსაც შეუძლია კიევის ცენტრის დანგრევა. უბრალოდ ამაზე არის ორმხრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და არა ის რომ უკრაინას ამის გაკეთება არ შეუძლია. ამიტომ ეს რეალობა გვაქვს დღეს და ზოგადად სოფხედველობის გრევა არის ყველაზე რთული ამბავი, ძალიან რთულია ადამიანს რაღაც სოფხედველობა რო აქვს ჩამოყალიბებული, იმის დანგრევა, პირადი მაგალითები ჭირდება. მათ შორის პირადი მაგალითი დაჭირდა პუტინს და დღეს იმიტომ უწევს ბატონი პრეზიდენტის და ბატონი ზელენსკის თქმა და მათ შორის დაინგრევა ქოცების სოფხედველობაც. მათ შორის პირადა მაგალითზე მოუწევთ მათ დანგრევა საკუთარი სოფხედველობის და როცა ბიძინა ივანიშვილი ამბობდა რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაშიო და რუსეთს უკანა ეზო ეგონა ეს ყველაფერი ეს ქვეყანაც და მთლიანად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებიც ეს სოფხედველობას ნელ-ნელა მათში დაინგრევა და მიხვდებია რომ უпроსტად საკუთარ თავის იძულება მოუწევთ რომ დაიჯეროთ რომ რუსეთი აღარ არის ისეთი რაც იყო და ვერ იქნება ისეთი ვეღარასოდეს და მე მჯერა პროგრესის მათ შორის ერების პროგრესისაც ჯერა რაღაც მომენტში რუსეთი რა თქმა უნდა ამ ფორმით აღარ იარსებებს სხვა ფორმით იარსებებს რუსეთი მაგრამ რუსეთიც იქნება ოდესღაც ცივილიზებული ნორმალური ქვეყანა იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს სხვა არაცივილიზებული ქვეყნების და რუსეთზე ბევრად მეტი სისხლი აქვს ჩვენ გვახსოვს იმპერიები დაღვრილი და დღეს არიან ნორმალური ქვეყნები ოდესღაც ეგ მოხდება მე არ ვიცი ეგ მოხდება ჩემ ცხოვრების სიცოცხლეში თუ არა მაგრამ ოდესღაც რუსეთიც იქნება ნორმალური ქვეყანა, არა ამ ფორმით, არ იარსებებს ამ ფორმით, ჩემი აზრით როგორც ახლა არის. ოღონდ ამას დაჭირდება ძალიან ბევრი წელი და ოდესღაც იქაც იცხოვრებენ ნორმალური ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს შეხედავენ, ამ ყველაფერს გადააფასებენ ზუსტად ისე, როგორც გადააფასეს გერმანელებმა ჰიტლერი, როგორც გადააფასეს იაპონელებმა ის მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და რასაც უკეთებდნენ იქ ახლომდებარე ერებს, ხო, ჩინელებს და ასე შემდეგ, ხო? ამ ყველაფერს გადააფასებენ და საკუთარ ისტორიას გადააფასებენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს რუსეთი წარმატებული ქვეყანა. და ეს ეტაპი გავლილია აბსოლუტურად ყველა ქვეყანას. უბრალოდ რუსეთი არის ჩარჩენილი ჯერ კიდევ სადღაც მე-18-მე-17 საუკუნეში და ბევრი წელი დაჭირდება რომ აქედან ამოვიდეს. ოდესღაც ეს ამოვა, მე კიდევ ერთხელ არ ვიცი ეს ჩემს სიცოცხლეში მოხდება თუ არა, მაგრამ ოდესღაც ჩვენ შეიძლება გქონდეს ნორმალური ურთიერთობა. შეიძლება მეზობლები აღარ ვიყოთ იმ პერიოდში. იმიტომ რომ საზღვრები შეიცვალოს მათ სასარგებლოდ არა, მაგრამ ნორმალური ურთიერთობა შეიძლება გქონდეს აწლეულების შემდეგ. კი ბატონო ხო მოკლედ როგორც ჩარლი ჩაპლინმა დაამთავრა დიდი დიქტატორით ჰიტლერი ერთ ხუმრობაში ზელენსკიმ დაამთავრა პუტინი და რუსეთი ეს არის რეალობა დიახ მართლა დიდი კომიკოს შეუძლია კარგი მოსწრებული საქციელით თქმით თუ რეჟისურით
დაამთავროს ისეთი დიქტატურა, როგორიც იყო ვერმახტი მაშინდელი და როგორიც არის ეს ფაშიზმი რუსული დღეს. გარდაუვალია იმპერიის რღვევა, იმპერია უკვე ისე ჩაეფლო რუსეთის იმპერია, რომ შეუძლებელია ის გონს მოეგოს და ჩვენ ხედავთ რომ ელიტა რომელიც ფაქტობრივად პუტინი არ არის განყენებული ერთი ადამიანი, ეს არ არის ივან მრიცხანე, რომელიც მიიღეს რუსებმა, არა. ეს არის ელიტის პროდუქტი. ეს არის ის FSB-ს კგბ-შნიკური და პლუს ეს მაფიოზური რაღაცა კონგლომერატი ერთად, რომელიც მართავს თლიანად რუსეთს. ესენი ფაქტიურად მიიყვანენ იქამდე, რომ რუსეთი ამ რელსებიდან, რასაც ქვია, რუსეთის სახელმწიფოს, არსებული ვითარებაში სახელმწიფოს რღვევა გარდაულად დამთავრდება. რაც შეეხება სხვა ერებს, ანუ ევროპას, რაც შეეხება დასავლურ სამყაროს, ისინი ვითარდებიან, ისინი დაალაგებენ ამ დიდარეულობას. ამ ეს დიდი გადანაწილება, რომელიც დღეს ხდება, ახალი წესრიგისთვის ბრძოლა. აი ეხლა დღეს რაც ხდება, ეს არის გლობალურ პოლიტიკაში ახალი წესრიგის, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების თუ გადანაწილების, რაც გინდა დაარქვით, პერიოდი, ეპოქა და ჩვენი ამოცანა არის, ქართველების ამოცანა არის, რომ ჩვენ აი ამ გადანაწილებაში ვიყოთ სუბიექტები და არა ობიექტები. ანუ ვიყოთ მაგიდასთან და არა მენიუში. დიდი მადლობა. აი ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გაერთიანებას და გამთლიანებას საზოგადოება, ისე რომ არ მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს დღეს ვინც თავს გვაჩვენებენ ბატონ პატრონებად ამ ქვეყნის, რომ კიდევ უფრო მეტი შეცდომა დაუშვან და საქართველოს სახელმწიფოებრიობას კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენონ. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო საინტერესო საუბრისთვის და მომავალ შეხვედრამდე.